დღევანდელ ვიდეოში შევეცდები ვისაუბრო ტოპ 10 მიზეზზე, თუ რატომ უნდა ისწავლოთ web development-ი. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული მიზეზები არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელსაც შესაძლოა თქვენ არ ეთანხმებოდეთ. თუ ფიქრობთ რომელიმე მიზეზის ამოღებას და სხვა მიზეზით ჩანაცვლებას, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. პირველი, სწავლის დაწყება ფინანსების გარეშე. პირველ და ყველაზე მარტივ მიზეზად შემიძლია დავასახელო სწავლის დაწყება ყოველგვარი ფინანსური ინვესტიციის გარეშე. საკმარისია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერის ქონა. თქვენ მარტივად შეგიძლიათ უფასო რესურსებით დაიწყოთ, მაგალითად YouTube.com-ზე ან თუნდაც Waldo.com-ზე არსებული უამრავი ვიდეო გაკვეთილით. სწავლის დასაწყებად მთავარია მონდომება. მეორე, სამსახურის დასაწყებად არ გჭირდებათ დიპლომი. პროგრამირების შესწავლა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად. ასევე არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ასაკის ხართ. პირადად მე მქონია შემთხვევები, როდესაც დეველოპმენტის სწავლა 45 წლის ადამიანს უფრო კარგად გამოსდიოდა, ვიდრე 21 წლის ადამიანს. მოცემული სფერო საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ და მარტივად დასაქმნეთ მაღალ ანაზღაურებად სამსახურში. ან დაიწყოთ თქვენი პირველი ციფრული სტარტაპი უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე. მესამე, მოქნილი სამუშაო გრაფიკი. როდესაც ხართ პროგრამისტი, გვაქვთ სასურველი სამსახურის არჩევის დიდი შესაძლებლობა. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სამსახური, რომელიც არ მოითხოვს თქვენს ყოველდღიურ სიარულს ფიზიკურ ოფისში. თუ თქვენ გადაწყოთ თქვენი კარიერა ეგრეთ წოდებულ ფრილანსერის გზით განავითაროთ, შეძლებთ იმუშაოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მოგესურვებათ. მეოთხე, საინტერესო საქმე. მას შემდეგ, რაც პირველ ნაბიჯებს გადადგამთ, მიხვდები თუ რამდენად საინტერესოა. პროგრამირება გაძლევს შესაძლებლობას გაუმკლავდეთ რთულ გამოწვევებს და გადაჭრათ სირთულეები. კოდის წერაში მოქმედებითი პროცესია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ შექმნათ და ფრთები შეასხათ თქვენს იდეებს. უნიკალური სიამოვნებაა, როდესაც ცარიელი ფურცლიდან დაიწყებთ და ქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც სხვა ადამიანებს გაუმარტივებს ცხოვრებას. მეხუთე, მომავლის პროფესია. ციფრულ სამყაროში ყოველდღიურად იზრდება ვებსაიტების დამზადების და დეველოპმენტის საჭიროება. ალბათ დღეს რთულად წარმოსადგენია ბიზნესი, რომელსაც არ აქვს თავისი ვებსაიტი. რაც რო გადის, მით მეტად იზრდება მოთხოვნა პროგრამისტებზე. შესაბამისად, არ იდარდებთ იმაზე, რომ ეს პროფესია მალე გახდება ჩამოსაწერი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს აშინებს ხელოვნური ინტელექტი და თვლის, რომ ამ პროფესიას მალე ჩაანაცვლებს, მაგრამ მინდა განუგეშოთ. ხელოვნური ინტელექტი არის ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება უფრო კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში და რუტინული საქმეებისგან თავის არიდებაში. მეექვსე, მარტივი შესასწავლად. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამირების სწავლა საფუძვლებით დაიწყებთ, შესწავლა მარტივია. ყველაზე დიდი გამოწვევა არის მოთმინება. პროგრამირების სწავლისას ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება გვაძლევს საშუალებას სიღრმისეულად გავიაზროთ განვლილი მასალა. სწავლისას მთავარია ყველაფერი საფუძვლიანად გავიაზროთ და არ გამოვტოვოთ ფუნდამენტური საკითხები. მეშვიდე, საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის შესაძლებლობა. წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ საქართველოსთან იმუშაო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. შენ უბრალოდ გჭირდება კომპიუტერი და ინტერნეტი. არის უამრავი საიტები, რომლებიც დაგეხმარება სამსახურის მოძიებაში საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ არ მინდა არასწორი მოლოდინები გქონდეთ. პირველი სამსახურის დაწყება საკმაოდ რთულია და თქვენგან დიდ მოთმინებას მოითხოვს. მერვე, მაღალი ანაზღაურება. დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გსმენიათ იმ მაღალ ანაზღაურებაზე, რომელიც პროგრამისტებს აქვთ. მართლაც, კარგ პროგრამისტს ნამდვილად კარგი შემოსავალი აქვს. თავარია, არ შეგვექმნას არასწორი წარმოდგენა, რომ კარგი ანაზღაურება მარტივად მოდის. ეს თქვენგან უდიდესი შრომის და დროის ჩადებას მოითხოვს. მეცხრე, თვითგანვითარება. პროგრამირება საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურად განვითარდეთ, რადგან ეს სფერო ძალიან სწრაფად იცვლება. სიახლეების გათავისება გვაიძულებს მუდმივ განვითარებას, რაც გვეხმარება პრობლემის გადაჭრის ახალი მეთოდების დამუშავებაში და ჩვენი გონების აქტიურობის შენარჩუნებაში. მეათე, პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავება. პროგრამირება გაძლევს საშუალებას გამომუშავოთ პროგრამის გადაჭრის უნარი ცივი გონებით. შენ გამოიმუშავებ უნარს, რთული კომპლექსური პრობლემები დაშალო მარტივ პრობლემებად და გადაჭრა ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ. გარდა პროფესიისა, ეს უნარები პირად ცხოვრებაში ძალიან კარგად წაგადგებათ. დასკვნა. ზემოთ ვეცადა ჩავმეთვალა ჩემი აზრით ტოპ 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიწყოთ პროგრამირების შესწავლა დღეს. მიუხედავად ამ იმზიდველი ბენეფიტებისა, მინდა არ შეხვიდეთ შეცდომაში და არ შეგექმნათ არასწორი წარმოდგენები იმის შესახებ, რომ პროგრამისტად ჩამოყალიბება მარტივი შრომით არის შესაძლებელი. პროგრამირების შესასწავლად საკმაოდ რთული გზა გაქვთ გასავლელი, რომელიც ნამდვილად არაა ერთ და ორ დღეში შესწავლადი. მინდა კარგად გახსოვდეთ და გაიაზროთ, რომ ამ სფეროს შესწავლას გჭირდება დიდი მოთმინება და თავდაუზოგავი შრომა. გახსოვდეთ, პირველი სამსახურის დაწყება ყველაზე რთულია. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე არხი და გაუზიარე მეგობრებს. დროებით.